არსებობს ასევე კიდე ერთი გარემოება. აი მაგალითად გარდაიცვალა ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო ვთქვათ წესს ვერ უგებთ და ეს მიზეზები არის რა? აი მაგალითად ადამიანმა თავი მოიკლა. მაგალითად ადამიანი ლოთობდა და ლოთობაში თვრალი გარდაიცვალა. ასევე ვთქვათ ადამიანმა წამალი გაიკეთა, ნარკომანი იყო, გაიკეთა ეს საწამლავი უпростоრად და აი ამის ზემოქმედების ქვეშ გავიდა ამ მიწიერი ცხოვრებიდან. ასევე ვთქვათ ადამიანი ხალატობდა ცოლს, მრუშობდა და შეუნანებელი მდგომარეობით გავიდა აი ამ მიწიერი ცხოვრებიდან. ასევე იყო მაგალითად მამათმავალი ადამიანი, არ შეინანა თავისი ცოდვა და გავიდა ამ ქვეყნიდან ასე. ანუ ის ცოდვები, რომელიც ჩამოთვლილი აქვს პავლე მოციქულს. არცა მეძავნი, არცა მპარავნი, ანუ ქურდი. არცა მემრუშენი, არცა მომთვრალენი, არცა მამათმავალნი, არცა ჩუკენი, ცათა სასუფეოსო ვერ დაიმკვიდრებენო. როდესაც ჩვენ გვეუბნება პავლე მოციქული, უпростоრად პავლე მოციქულის პირით სულიწმინდა, რადგანაც 50-ე დღეს სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და ისინი ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე. მოციქულები, რომლებიც წერა-კითხვის უცოდინარნი, ანუ წიგნიერება არ ქონდათ მათ, არ იცოდნენ. მხოლოდ მეთევზეობა იყო, თქვათ, პეტრე მოციქულის, იოანე მოციქულის, იაკობ მოციქულის ხელობა და ამითი არსებობის პურს მოიმუშაკებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ, მაგრამ მიიღეს ისეთი სიბრძნე, რაც ჩვენ გვაქვს დაწერილი და ყველა გაოცებულები ვართ იმითი, რომ როგორ შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა ეს ყველაფერი დაწეროს. ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ სულიწმინდა მეტყველებდა მათი პირით. და თუ სულიწმინდა მეტყველებდა, მაშინ როგორ არ უნდა დაუჯეროთ პავლე მოციქულს, როცა გვეუბნება ვერ ცხონდებიან ესეთი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები. ეხლა მაგალითად უფრო სიღრმეში რო შევიდეთ ჩვენ და განმარტოთ, აი რატომ ვერ ცხონდება, თქვათ, ადამიანი ამ მდგომარეობაში. მომაკვდინებელი ცოდვები, ასე ეწოდება აი ამ ცოდვებს, რომელიც სულს კლავს და აღუკვეთს ცათა სასუფეველს. მაგალითად, ამ შემთხვევაში, როცა მოდიან და გვეუბნებიან, ეწოდებათ თავიანთი მიცვალებული და უნდათ რომ წესი აუგოთ. და ჩვენ ვეუბნებით, რომ წესის აგება უფრო მეტად საზიანოა მისი სულისათვის, მაგრამ ვერ გებულობენ. მაინც არ ესმით, იმიტომ რომ ეს მშრალი სიტყვებია მათთვის. უფრო მეტი ხედვა ჭირდება. აი იოანე ოქროპირი როგორც ამბობს მაგალითად, ანბანს კი უყურებთო, მაგრამ ისინი მხოლოდ ასოებს ხედავენ, მაგრამ ჩვენ შინაარსი გვესმისო. აი დაახლოებით სასულიერო პირს, რომელსაც შინაარსი ესმის და უხილავს სამყაროს ჭრედს რწმენით, სულიერი თვალებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჭირდება ახსნა განმარტება. ახსნა განმარტება რაში მდგომარეობს? აი რატომ დაამძიმებს მაგალითად ესეთი მომაკვდინებელი ცოდვით გარდაცვლილ ადამიანს, როდესაც წესაუგებ, ან პანაშვიდში მოვიხსენიებთ, ან მაგალითად კვეთაში მოვიხსენიებთ. შეუნანებელი მდგომარეობა ეს ყოფილა მდგომარეობა დაცემული ანგელოზისა. ნახეთ, თავარ ანგელოზმა, რომელსაც დედამიწის დაცვა ევალებოდა. აი ამისათვის იყო ის. მან შესწოდა, მაგრამ შესწოდა სრული გააზრებით.
ამიტომ მიიღო უცვალებელი მდგომარეობა, რომ არ ექვემდებარება სინანულს. მას სინანული აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, შეუნანებელი გავიდა ეს დაცემული ანგელოზი და მას მიემხრო ასევე ძალიან ბევრი ანგელოზი. 1/3. თუ იმათვის სინანული არ არის, შეუნანებელი მდგომარეობით გასულია. თავისი არჩევანია ასეთი. ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც სრული თავისუფლება მიეცა აი ამ ცხოვრებაში, რომელმაც იცის, ვინ არის შემოქმედი, რომელსაც გაგონილი აქვს, რომ ნუ იკეთებ ამ წამალს, თორე მოკვდები, არა მარტო ხორციელად, არამედ სულიერადაც მოკვდები. არაერთხელ სმენიათ ესეთი რამ, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ. თუ შინაგანი სინანული არ გააჩნია და შეუნანებელი მდგომარეობით გადიხარ, ამ შემთხვევაში ღმერთი ძალმომრეობით იმის საწინააღმდეგოს არ მოქმედებს, რაც შენ აირჩიე. მაგალითად, თავისუფლება გაქვს, აზროვნებ, თვითუფლებრივი ხარ. აირჩიე იყო ნარკომანი, ან აირჩიე იყო მეძავი მაგალითად. იცი რომ ეს არ შეიძლება. ეს დამღუპველია შენი სულისათვის, მაგრამ შენი არჩევანია. აი ამ არჩევანის ძალმომრეობით საწინააღმდეგო რომ მოიმოქმედოს ღმერთმა, ამ დროს იოანე დამასკელი ამბობს, რომ იძულებით ქმნილი არ არის სათნოება. ანუ რომ გვაიძულებდეს ღმერთი ჩვენ გინდა თუ არა. აი უნდა ადამიანს ჩადენა მაგალითად წამალი გაიკეთოს, ხელი უშეშდება, ვერ აკეთებს ამას. შინაგანი წადილი ამისი აქვს. უნდა მეძაობა, მაგრამ ვერ მიდის იქამდე, ვერ ამოიღო ხმა, ვერ დაიჭირა ის თქვათ ბჭყალებში კლიენტი და ასე შემდეგ, რომ სიამოვნება მიიღოს. ვერ აკეთებს ამას, შებოჭილია. ეხლა წარმოიდგინეთ, ესეთი ადამიანი, რომც გარდაიცვალოს, ეყვარება ღმერთი. მას რაც უყვარს და რისკენაც ილტვის, ეს არის მისთვის სიამოვნება. ესეთი ადამიანი თქვათ სამოთხეში რომ შეიყვანო. მას არ უყვარს ეს ზეციური სიკეთეები, მისთვის ეს უცხოა. ეს აქ არ შეუყვარებია. ეს ზულდა იმ ადამიანს. აი ნახეთ, ეგნატე ბრიანჩანოვი ამბობს, როგორ მიემთხვევითო ზეციურ სიკეთეებს, თუ კი სააქაოში მათი სიყვარული კი არა, სიძულვილი მოიხვეჭეთო. აქ თუ გძულს ის, რაც ზეციერია, რა არის ზეციერი? ლოცვა, ღმერთთან საუბარი, სათნოებები, სიკეთე, სიყვარული, აი ეს ყველაფერი ზეციურია. და ეს თუ ადამიანს ძულს და არ უნდა, ღმერთთან ურთიერთობა არ უნდა, მაშინ ესეთი პიროვნება რო შევიყვანოთ სამოთხეში, რა დაემართება ესეთ პიროვნებას? ნეტარებაში იქნება თუ დაიტანჯება? ალბათ ეს უფრო ისეთი რიტორიკული კითხვა არის, პასუხი გასაგებია ყველასგან, რაც დაემართება ესეთ ადამიანს. აი ამიტომაც არ მოქმედებს ღმერთი აი ესე. რომ ღმერთი ძალმომრეობით არ მოქმედებს, მოგცა თავისუფალინება, ისიც გითხრა, ეს თეთრია, შავია, ეს დაგუპავს, ეს გაგაბედნიერებს. ასე რომ შენ თვითონ აირჩიე, რაც გინდა. მოგივლინა უამრავი მწუხარება, განსასწრელი ავადმყოფობა, არც ერთმა არ მოგიყვანა გონზე, არამედ გავეშებულმა დაეწაფე აი ამ ვნებებს. და არაფერი არ გაგიკეთებია იმისათვის, რომ გამოგესწორებინა შენი ავადმყოფური მდგომარეობა. და ესეთ მდგომარეობაში რომ გადის ადამიანი. როგორ შეიძლება რომ ღმერთს ჩვენ ვთხოვოთ, რომ ღმერთო აცხონე? უპირველეს ყოვლისა ეს ხო სასულიერო პირის დანაშაულიც არის. აუცილებლად პასუხისგებაში მიცემს ღმერთი, იმიტომ რომ მე შენ გამცნე, რომ ვერ ცხონდება. ვერ ცხონდება ნიშნავს, რომ ნუ მთხოვ მე მის ცხონებას. პანაშვიდში ასახულია, რომ აცხონე ღმერთო, ამას ვევედრებით ღმერთს ჩვენ, განუსვენე. ასე რომ რაც არის შინაგანი მდგომარეობა ადამიანის, რისთვისაც არის მზად,
იმ მდგომარეობაში გადადის. თუ ნახეთ მაცხოვარი ამბობს სასუფეველი თქვენში არისო. ჩვენშია სასუფეველი. თუ სასუფეველი ჩვენში, ანუ ჩვენში არის ის მომზადებული მდგომარეობა ღმერთის მისაღება და ღმერთი შემოდის ჩვენში, ღვთისმადლი შემოდის ჩვენში და სამოთხისეული მდგომარეობა მივიღეთ, განვამშვენეთ ჩვენი სხეული, რომელიც ტაძარია სულიწმინდის, ეს განვამშვენეთ ჩვენ სათნოებებით. აი უკვე სამოთხისეულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ შინაგანი მდგომარეობა ჩვენი. ესე მდგომარეობაში შეხვალ სამოთხეში. მაგრამ თუ გძულს ის სათნოებები, ღმერთთან საუბარი, სიყვარული, ლოცვა, მარხვა, არაფერი არ გვიყვარს, ტაძარში არ დავდივართ, ცნებებს არ ვიცავთ. ღმერთმა გვამცნო და არ ვიცავთ ამას. ამ შემთხვევაში შენი მდგომარეობა შინაგანი როგორია? არასამოთხისეული. არასამოთხისეული მდგომარეობა რა არის? ჯოჯოხეთი. არის ღმერთი, არის ბოროტი სული. ბოროტი სულების სამყოფელი ჯოჯოხეთშია და როდესაც შეუნანებელი მდგომარეობით ადამიანი გარდაიცვლება, პირდაპირ მიდის ჯოჯოხეთში. მაგრამ აქ არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ახლა იმედი, იმისი რომ ადამიანს შეუმსუბუქოთ მდგომარეობა. ახლა ეს არის უკვე მეორე საკითხი. მაგალითად, როგორ ვანუგეშოთ ადამიანი, რომლის შვილი, მამა, დედა, ნათესავი, ახლობელი, მეგობარი აი ესეთი ცოდვით არის გარდაცვლილი. როგორ უნდა ვანუგეშოთ, რა უნდა გავაკეთოთ? ნუ თუ არ არსებობს მათთვის ისეთი რამ, რითაც დავეხმარებით. ნუ თუ უნდა მოვიძულოთ ეს ადამიანები, წავიდნენ ჯოჯოხეთში და საერთოდ არაფერი არ ვთქვათ მათზე. არც გვიყვარდეს, არც არაფერი არ დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ბოლო მოწყალება ადამიანისთვის სულ რო არ ქრება, ეს არისო ჯოჯოხეთი. მორწმუნე ადამიანი როგორ იქცევა, ცოცხლები როგორ იქცევა ამ შემთხვევაში, როცა ესეთი მიცვალებული ყავს, ესეთი გარდაცვლილი ყავს მას. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ უნდა გავცეთ მოწყალება, რადგანაც მოწყალებით მას შეუმსუბუქდება მდგომარეობა. მაგალითად, მაკარი დიდმა, როდესაც თავის ქალა დაინახა, მას კითხა, ვინ ხარ და სად ხარ? სად იმყოფები? მან უთხრა, ქურუმი ვარ. ანუ ქურუმი კერპთა მსახური, ანუ ეშმაკის მსახური. და ვიმყოფები ჯოჯოხეთში და გითხარიო, როგორია ჯოჯოხეთი და როგორი სატანჯველებია იქ. მან უთხრა, რომ რა მდგომარეობაში ხარო? ვიწვებიო ცეცხლშიო, ცეცხლის ალი მწვავსო. და შენს ქვემოთ, ანუ აი ამ მდგომარეობის უფრო რთული მდგომარეობა თუ არსებობსო კიდე, უფრო დიდი სატანჯველები თუ არისო და კიო ქვემოთო, ანუ რაც უფრო ქვემოთ ჩადის, ესე იგი, მით უფრო მეტი სატანჯველია. ჩემს ქვემოთო არიანო ისეთი ქრისტიანებიო, რომლებმაც არ იცხოვრესო ქრისტეს მცნებებითო. ანუ ჩემზე უფრო მეტად იტანჯებიანო. და მის ვრცელ ცხოვრებაში ასევე წერია, რომ ეპისკოპოსის თავზე მიდგას ფეხებიო. ანუ უნდა გავიაზროთ, რომ ჯოჯოხეთშიც არის სატანჯველები. ქრისტიანი უფრო მეტად დაიტანჯება თუ არ აღასრულებს იმას, რაც მიეცა. ანუ ბევრი მოგეცა, ბევრი მოგეთხოვება. საქართველოში დაბადებული ხარ, ტრადიციულად ინათლები, ყველაფერი გაქვს, ხონჩითა გაქვს მორთმეული, ტრადიციებში სუფრაზე აისახება მაგალითად ქრისტიანული ელემენტები და ბევრი რამე ნაცნობია ჩვენთვის, მაგრამ ამის მერეც არ გინდა ვთქვათ იცხოვრო ქრისტიანულად, მაშინ რა გამართლება გექნება? დაუბრუნდეთ ისევ მეორე საკითხს. როდესაც მოწყალებას გავცემთ, ჩვენ შეგვიძლია რომ შეუმსუბუქოთ მდგომარეობა და ერთი ადგილიდან მეორეში გადავიყვანოთ და მოვიყვან ესეთ მაგალითს. არ მახსოვს წმინდა მატრონა ან წმინდა პელაგია რიაზანელი. მე მგონი უფრო წმინდა პელაგიასთან მიდის ერთი მონაზონი და ეუნება ესეთ რამეს. ჩემი ძმა, რომელიც ლოთობდა,
აი ესე გარდაიცვალა მოთობაში. რა გავაკეთო? მან უთხრა რომ 40 დღე იმარხულე მისი სულისათვის და ილოცე, ანუ პირადი ლოცვაზეა საუბარი. პირადი ლოცვა, რომ ღმერთო შეუმსუბუქე მას მდგომარეობა. შენი სიტყვებით თქვათ, როდესაც ლოცულობ. 40 დღის შემდეგ ნახა ესეთი ხილვა, რომ თავისი ძმა იმყოფება რა ჯოჯოხეთში, დიდ ლოდზე არის მიჯაჭვული და მასთან ერთად ერთი პიროვნება. მივიდა და უთხრა, რომ აი ესეთი ხილვა ვნახეო. კიდე უთხრა 40 დღე ილოცე და იმარხულეო. 40 დღის შემდეგ ნახავს ხილვას, რომ მოხსნილი აქვს ეს ჯაჭვები და ქვის ირგვლივ მოძრაობს. ანუ მოძრაობის საშუალება აქვს. მიდის და ეუბნება, აი ესეთი რამე ვნახეო, კიდე 40 დღე ილოცე და იმარხულეო. 40 დღე მარხვის შემდეგ და ლოცვის შემდეგ ხედავს ხილვას, რომ აი ამ ქვიდან უკვე ამ სატანჯველიდან გათავისუფლებულია და მიდის. და მეორე პიროვნება, რომელიც იტანჯება, ეუბნება, ბედნიერი ადამიანი ხარ, რომ ასეთი მლოცველი გყავსო შენ. ანუ ეს მაგალითი გვაჩვენებს ჩვენ, რომ შეიძლება ადამიანს შეუმსუბუქო მდგომარეობა. მაგალითად, ცეცხლში რო იწვება, ამოიყვანო იქიდან ცეცხლიდან და სხვა მდგომარეობაში გადაიყვანო. მაგრამ ეს არ არის 60, მაგრამ ხო ძალიან დიდი ნუგეშია, სად ციხეში რო ზის ადამიანი, სინათლე არ შედის, ქვეწარმავლებთან ერთად არის, ჭამენ, კბენენ, გაუსაზრისი მდგომარეობა და სად ამ დროს, როდესაც გაიღება საკნის კარი და ეტყვიან, იცით რა, ნათელ ოთახში უნდა გადაგიყვანოთ, სადაც არც ქვეწარმავალი არის. სუნიც არ არის ცუდი, არამედ ფანჯარა არის და სინათლე შემოდის. ხო, საუკეთესო მდგომარეობა და ამას ხო ჯობია, მაგალითად, ციხიდან ჩაკეტილი ოთახიდან გადაიყვანო ზონაზე. კი, შემოზღუდულია, ვერ გავა, თავისუფლება შეზღუდული აქვს, მაგრამ გარეთ შეუძლია გამოსვა პიროვნებას, ხო? ეს ხო ჯობია ამას. რა თქმა უნდა, ჯობია. ასე რომ ძველი აღთქმის მართლები ყველა ჩადიოდა ჯოჯოხეთში. ქრისტეს ჯვარცმამდე, აღდგომამდე ყველა ჩადიოდა ჯოჯოხეთში. აბრაამი, ისააკი, იაკობი ყველა ჯოჯოხეთში ჩადიოდა. მაგრამ არ იტანჯებოდნენ, იქ არ იყო სატანჯველში არ იმყოფებოდნენ ესენი. მაგრამ ის ღვთაებრივი ნათელი რაც არის, სიხარულის მომფენი ადამიანი 60-ხე. რა თქმა უნდა, ამას მოკლებულები იყვნენ. ასე რომ უნდა ვილოცოთ, უნდა ვიმარხულოთ, უნდა გავცეთ მოწყალება და მათ სულებს ჩვენ აქედან დავეხმარებით. ღმერთმა განუსვენოს ჩვენს მიცვალებულთა სულებს და ღმერთმა შეუმსუბუქოს ყველა იმ მიცვალებულს მდგომარეობა, ვის ზედაც ჩვენ მაგალითად დღეს წირვაში ვერ მოვიხსენიეთ. მაგრამ შეიძლება მოწყალება გასცე. ამითი სუსტად ის სარგებელი მიუვა მას, რაც მისთვის აუცილებელია. და გამომრჩა მაკარიდთან დაკავშირებით, მაკარიდი ლოცულობდა ჯოჯოხეთში მყოფთათვის. ანუ ქონდა ესეთი კადნიერება მას, რთულია ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცვა. ანუ როგორ მიცვალებულებზე, რასაც ახლა ვამბობთ, აი წარმოიდგინეთ, ქურუმი იყო და ვიღაცა მკვლელი იყო, ვიღაცა ავაზაკი და ასე შემდეგ. ლოცულობდა მათზე და საიდან ჩანს ეს? ეუბნება მაკარიდიც, რომ შენი ლოცვებითო ჩვენო გვიმსუბუქდება მდგომარეობაო. ცეცხლის ალი, რომელიც მხურვალი არისო, ეს სიმხურვალე ნელდებაო და ერთმანეთს ვერ ვხედავთო, მაგრამ შენ როცა ლოცულობო, მაშინ ერთმანეთს ვხედავთო. აი წარმოიდგინეთ, რამხელა ნუგეშია ესეც. რომ ის გაუსაზრისი სიმხურვალე რაც არის, ის ნელდება და ამოისუნთქებს ადამიანი. აი ეს მდგომარეობა არის. ღმერთმა განუსვენოს ჩვენს მიცვალებულთა სულებს.
ჩვენ